გაკვეთილებზე ხუმრობა და ის მხიარული მომენტები, რაც თქვა და ჩემ კლასელებთან მქონდა რა. სკოლა მომენატრება ძალიან, მომენატრება აქაური მოგონებები, ბავშვები და ზოგადად ყოველდღიურობა, იმიტომ რომ ჩემ ყოველდღიურობაში იყო სკოლა და რომ მივდივარ რაღაცნაირად გული მწყდება ძალიან. მომენატრება. მაგრამ არ მომენატრება. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა რომ არ მომენატრებოდა სკოლა, ეხლა ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ მომენატრება ალბათ ყველაზე მეტად მეგობრებთან ერთად გატარებული დღეები, ყველა საკონტროლო მომენატრება, მიუხედავად იმ ნერვიულობისა, რომელიც საკონტროლოების წინ ყოველთვის იყო, თვითონ სკოლის მომენატრება. მეტად მომენატრება საგაკვეთილო პროცესები, იმიტომ რომ ყოველთვის სახალისო იყო და ძალიან ბევრს თამაშობდით და ვიცინოდით და მომენატრება ჩემი მერხის რიგი. მე და ჩემი გოგოები ესე სულ ჩამწკრივებულები რომ ვიყავით ერთ რიგში და სულ რომ ვიცინოდით ხოლმე. ჩემი აზრით 12 წელი სკოლის პერიოდისთვის საკმარისი იყო. მომენატრება თვითონ აქაური განწყობა და ბავშვებთან ერთად ურთიერთობა. უცლებად მომენატრება ის გამოცდილება, რაც სკოლაში მიიღე. მომენატრება ის გაკვეთილების გაწდენა თუნდაც, მასწავლებს რომ ნერვებს უშლიდით ეგ, ბავშვებთან ერთად დროის გატარება, წასვლა შატალოზე და მერე მაგდონალდსი ჭამა, ეს ყველაფერი ძალიან მომენატრება. კი, მომენატრება სკოლა ძალიან და მომენატრება ის რომ აი პირველ სულაცდენთვის და გუჯა რო გვაყენოდა ხოლმე, ეგ მომენატრება ძალიან. ძალიან მომენატრება და ალბათ ყველაზე მეტად მომენატრება ის პატარ-პატარა მომენტები, რასაც ერთად ვატარებდით, ეს ექსკურსიაზე სიარული, თუნდაც ბუფეტში ჯგუფურად შეკრებები და გაკვეთილებზე სიცილები და მართლა ძალიან მომენატრება ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი მეგონა რომ სკოლა საერთოდ არ მომენატრებოდა, აი ეს ბოლო პერიოდი მივხვდი რომ მომენატრება სკოლა ძალიან. ყველაზე მეტად მომენატრება ის ბუფეტის ხაჭაპური, რაც აქ იყო. აი უგებრიელესია, მართლა უგებრიელესია რა გავაკეთო. სკოლა მომენატრება. ყველაზე მეტად მომენატრება მაინც ის ემოციები, რასაც განვიცდიდი მაშინ, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი, მასწავლებლებთან ერთად ვერთობოდი, ასე რომ ვთქვათ. მომენატრება ძალიან კლასელებთან ურთიერთობა. მომენატრება სკოლა და კონკრეტულად ბუფეტი. ნუ ალბათ ჩემთვის ყველაზე დასაფასებელი მასწავლებელში იყო გამგებიანობა რა, როდესაც მაგალითად მასწავლებლებს ჩემი ესმოდა ბევრჯერ ყოფილა ისეთი მომენტი, როდესაც დავალება არ მქონია სხვადასხვა მიზეზების გამო, რა თქმა უნდა ეს მიზეზი უმეტესად ფეხბურთი იყო, მაგრამ მაინც რა გამგებიანობა. შეცდომებს რო გპატიოს და ორიანებს რო არწეს. გამგებიანობას. ალბათ გამგებიანობას და აი რომ უყვარს თავისი პროფესია და ენთუზიაზმით რომ მასწავლის ბავშვებს. ურთიერთგაგებას და მეგობრობას. ალბათ ყველაზე მეტად გამგებიანები არიან ჩვენი მასწავლებლები, ანუ სხვა მასწავლებლებთან შედარებით, ალბათ მაგას. მასწავლებელს ყველაზე მეტად ვაფასებ გამგებიანობას. ყველაზე მთავარი ჩემთვის მაინც ის არის, რომ მასწავლებელს შეეძლოს მოსწავლის მდგომარეობაში შევიდეს და ისეთი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს მასთან, რომ მოსწავლეს არ შეეშინდეს მაშინ, როდესაც მას რაღაც უჭირს, რომ მასწავლებელს გაუზიაროს და მას რჩევა კითხოს. მასწავლებლებში ვაფასებდი ძალიან გამგებიანობას და მათ ესე ვთქვათ, როგორ ხსნიდნენ გაკვეთილებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, ნუ დააინტერესო ბავშვი. გასწორებულმა ადამიანებმა მეგობრების შეძენა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება. სკოლის წლების განმავლობაში ალბათ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ესე ვთქვათ, მასწავლებლები და სკოლაში მომუშავე ადამიანები ძალიან თბილი განწყობით იყვნენ, ჩემი მიმართ განწყობილები. როდესაც სკოლაში დადიხარ კვირაში 5 დღე, სკოლას აქვს შენზე ძალიან დიდი გავლენა, აი ძალიან დიდი გავლენა ქონდა ჩემზე მასწავლებლებს, მეგობრებს, საერთოდ გარემოს. ყველაზე მხიარი დღე იყო გეოგრაფიის მასწავლებელს რო გამოვხდი კარადიდან და მე მთელი გაკვეთილი კარადაში რო გავატარე. ბაკუნიაში რო ვიყავით და რო სრიალებდით მთელი დღე. ბაკუნიაში სამდღიანი გასვლა სრიალი. ჩემთვის სკოლაში ყოველ დღე ძალიან მხიარული იყო. მხიარული დღე ერთ-ერთი ახლა პირველი რაც მახსენდება ის არის რომ შემსვლელმა მასწავლებელმა არ შემიშვა გაკვეთილზე მე და რამდენიმე კლასელი ვიყავით ბუფეტი და 5 წუთი დავაგვიანეთ და ჩემთვის ახლა იმდენად წარმოუდგენელი იყო რომ ვიღაცამ არ შემიშვა გაკვეთილზე მეთქი აი დამინახეთ მე ვარ თქვა ჩემი მხიარული დღე იყო რეპეტიციები. ყველაზე მხიარული დღე ალბათ იყო პირველად რომ წავედით ჩატალოზე როგორც იქნა მოვახერხეთ და მოვაბით თავი. წლის ბოლოს როცა მაფიოზონოვანას თამაშობდით.
ყველაზე მხიარული დღე იყო, რაღაც დღე იყო, არ მახსოვს ზუსტად და მათემატიკა გქონდა ნატოს გაკვეთილი და ყველა აგვაყენა და შეგვეტრიალა ქაშვეთისკენ და რაღაც ლოცვას გვაკითხინებდა და ახლა არ ვიცი, მე და იმდენს ვიცინოდეთ მაგ დღეს, რომ აი ეგ მახსენდება ყველაზე მხიარულად, მაგრამ ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ეგ ყველაზე გამორჩეულოდა ალბათ. ჩემთვის ყველაზე მხიარული დღე იყო, როცა მე და ბარბარე მეხუთე კლასში ვაცდენდით ისტის გაკვეთილებზე, ძალიან კარგად მახსენდება. ცოდნა განათლება. ცოდნა და განათლება. მოგონებები და ცოდნა. ცოდნა და ძალიან ბევრი კარგი მოგონება. სკოლიდან მიმაქვს არაერთი ცხოვრებისეული გამოცდილება, იქნება ეს ურთიერთობა ჩემზე ასაკით უფროს ადამიანებთან, იქნება ეს ურთიერთობა ჩემს თანატოლებთან და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ სკოლიდან მიმაქვს გამოცდილება, რომელიც ცხოვრებაში ყველაფერში დამეხმარება. ბედნიერებას. ცრემლებს, სევდას. ბედნიერებას. თავისუფლებას ვგრძნობ. თან ძალიან გული მწყდება, მაგრამ თან ასევე ძალიან მიხარია. ბევრი კარგი მოგონება დამიგროვდა სკოლის ამ 12 წლის მანძილზე და აი ეს ნოსტალგია მკლავს. სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან შერეული ემოციები მაქვს. თან მიხარია ის, რომ გადავდივარ ცხოვრების ახალ ეტაპზე, ახალი გამოწვევები მექნება, ახალ ადამიანებს გავიცნობ და ასე შემდეგ. მაგრამ თან გული მწყდება, იმიტომ რომ 12 წელი როცა გავატარე ადამიანებთან ყოველდღიურად როცა ვნახულობდი და ძალიან დადებითი ემოციები მაქვს მათგან, ძართული იქნება ჩემი აზრით პირადად ჩემთვის სიხარულს, მაგრამ ვიცი რომ მაინც მომენატრება ეს პერიოდი. სიმართლე რომ ვთქვა, რამდენჯერაც გავიხსენე რომ სკოლას სამთავროები იმდენჯერ ვიტირე, იმიტომ რომ აი მახსოვს პატარა რო ვიყავი, ყოველთვის ფიქრობდი რომ აი ბოლო ზარი და სკოლის დამთავრება სადღაც ძალიან შორს იყო, მაგრამ თუმე ძალიან ახლოს ყოფილა და მართლა ვერ ვიჯერებ რომ ძალიან მალე ყოველდღე ვეღარ ვნახავ ჩემს მეგობრებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მთელი კლასი არასდროს არ დავიშლებით. ჩემში ორმაგ ემოციებს იწვევს ეს დღე, რადგან პირველი რომ არის სევდიანი, ანუ 12 წელი რაც ჩემთვის რუტინული იყო, თუნდაც ის ყოველდღე ჩემი დაქალების ნახვა, რასაც ეხლაც ვეღარ ვახერხებ და ძალიან ცუდია. მეორეც მხრივ ჩემთვის ამაღელებელი არის, რადგან ეს 12 წელი მორჩა, ახლა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ, უნდა შევიცვალო გარემო, უნდა გავისო სხვა ადამიანები და მომწონს ეს ყოველი. თავიდან მეგონა რომ ისეთი ბედნიერი ვიქნებოდი სკოლიდან რომ ფეხს გავაბიჯებდი, რადგან ამდენი სწავლის და ტანჯვის მერე მეთქი დავისვენებ თქო, მაგრამ ეხლა რომ დავფიქრდი უფრო და რომ გავიზარდე, მივხვდი რომ ეს მეგობრები თუნდაც კაი ურთიერთობები, თუნდაც ცუდი ურთიერთობები, ყველაფერი მომენატრება, იმიტომ რომ ყველაფერმა ისეთი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე, რომ აი რავი, არ შეიძლება და უფრო მეტად რამე სხვას მოეხდინა და ამიტომ ვფიქრობ, რომ როგორც გამიხარდება, იმდენად უფრო მოვიწყე სკოლიდან ფეხის გაბიჯებას. თან ამასთან ერთად კლასელებთან გინდა თუ არა 12 წელი ერთად ვიზრდებით და მაინც მოსაწყენია ფეხის გაბიჯება აქ. ჩემთვის სკოლის დამთავრება არის მართლა ვერ დავარქვევდი რომ რაღაცა კარგია, რაღაცა კარგი განცდა მაქვს. არა, ეს არის საშინელი შეგრძნება, იმიტომ რომ გონია ვტოვებ რაღაც ისეთ განსაკუთრებულს, რომელიც არასდროს აღარ დაბრუნდება, მაგრამ ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წელი ასეთ კარგ გარემოში ვიყავი, ამდენი მოგონება დავაგროვე და მთელი ცხოვრება გამყვება ეს ყველაფერი. ჩემი პირველი დღე სკოლაში მართლა ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მივედი, როგორ ვისხედით კლასში და ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი იქნებოდა ალბათ, თამრიკო მასწავლებელი ესე თითო-თითოს გამოგვიძახებდა და გვაძლევდა სკოლის შესახებ ესეთი წიგნი იყო, მწვანეყდიანი, რაც მახსოვს და უნდა გვეთქვა ჩვენი სახელები, რათა გაგვეცდო ერთმანეთი. და შემდეგ პირველად დავწყვილდით ორ-ორად და თუ არ მეშლება და იმედია ეგრე იყო, მე და ანა ვიყავით პირველად ესე პირველივე დღიდან. ამ სკოლაში ჩემი პირველი დღე ძალიან სტრესული იყო. მე რო სკოლაში პირველი დღეს მოვედი, მე და დედა ჩემი მოვედით ერთად. და გაკვეთილი რო შემომყვანა, ეს იყო დოდო მასწავლებლის გაკვეთილი. აი ეგ დღე მახსოვს ძალიან კარგად. რო შემოვედით, მე რა თქმა უნდა არ მინდოდა სკოლაში მოსვლა და დავიწყე ტირილი. მე დედა ჩემმა მომატყუა რომ არიტირო, მალე მოგაკითხავ და წაგიყვანო. რა თქმა უნდა, არ მომაკითხა მალევე. მთელი გაკვეთილები იქ ვიყავი და მე რომ მოვიდა ძალიან გაბრაზებული ვიყავი, იმიტომ რომ მეგონა რომ მართლა მომაკითხავდა. ჩემი პირველი დღე დაიწყო მე-10 კლასიდან და პირველად რომ გადმოვედი, აღელვებული ვიყავი, რა თქმა უნდა, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ბავშვი დამხვდა ძალიან მეგობრულად და თავისი მაგრძნობინეს თითქოს პირველ კლასიდან ერთად ვიზრდებოდით. მე ამ სკოლაში გადმოვედი მე-4 კლასში და ჩემთვის პირველი დღე იყო, აი, ისეთი დასამახსოვრებელი, რომ ალბათ მასეთი მომენტი ცხოვრებაში ცოტა, რადგან თავიდან სადაც სწავლობდი, იყო ცოტა ბავშვი, აი 10-11
და კლასში რა შემოვედი და დავინახე ამდენი ბავშვი და მეთქი ვაიმე, თავიდან ძალიან ესა ეყავი, მეთქი ამდენი ბავშვი ერთად. და მე თამრიკომ გამაცნო ეს ყველა რაღაც ჩაუმატარა ეს ლიზა გაიცანით და პირველი იყო ლიზი, ვისთანაც კონტაქტი მქონდა. ზუსტად მახსოვს პირველად სანამ მოვიდოდი, დედა ჩემს ველაპარაკებოდი, ისე ძალიან არ მინდოდა წამოსვლა, სულ ტირილ-ტირილის წამომიყვანა და რო დავჯექი მერხთან ფოტოებიც მაქვს, სულ ნამტირალები თვალები რომ აქვს, მაგრამ მე რო გავიხედი, გამოვიხედი და ხალხი ყველა იცინო და ბავშვები ყველა კარგ ხასიათზე იყო, მეთქი ეგეთი სუდი რო იყო სკოლა, ესე არ იქნებოდა თქო და მაგიტო მეთქი მე შევალ მუღამეში და დავიწყე სიცილი და გართობა ბავშვებთან. ამიტომ ძალიან კარგად მახსოვდება ეს პირველი დღე. პირველი დღე ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. იმიტომ რომ ბევრი ახალი ადამიანის გასწრება მომიწია. თან ახლა მაგას აქში 8-7 წლის რო ხარ, მე მესამე კლასში გადმოვედი მაგალითად, 8-7 წლის რო ხარ, ცოტა ძნელია სოციალური კავშირის დამყარება რა სხვებთან. რას ვეტყოდი და ალბათ უფრო მეტი რომ ესწავლა და არ მომეკლო რა მაგ მხრივ. უფრო მეტით რო გამეტარებინა კლასელებთან ერთად სკოლის გარეთ და ალბათ ნაკლები მენერვიულა საკონტროლებზე და გამოცდებზე. ჩემს მე-5-6 კლასელ თავს ვურჩევდი, რომ ამომავალ წლებს როგორ თულადაც უყურებ და ისე არ არის, დავამშვიდებდი, დავაწყნარებდი და ვეტყოდი, რომ ყველაფერი ის შეძლო, რა მიზანით დასახული ქონდა და რომ უბრალოდ ყველა პრობლემას იმაზე მარტივად უნდა შეხედოს, ვიდრე ის მაშინ უყურებდა. ალბათ იმას, რომ არაფერზე არ ინერვიულოს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, უბრალოდ იცოდეს, რომ დაეცემა, უბრალოდ უნდა ადგეს მიაღწევს ყველაფერს თუ მოიდამებს. ჩემს მე-5-6 კლასელ თავს ვეტყოდი, რომ უფრო თავდაჯერებული იყოს, რადგან მაშინელი პრობლემები ახლა უფრო სასაცილო მოგონებებია და არ არის აი მომავალი ისეთი რთული მართლა არ იქნება, როგორც მას გონია და ნაკლებად ინერვიულობს. არ არის ძნელი შემდეგი 7-6 წელი, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ჩანდა, რომ თითქოს ძალიან დიდი განსხვავება იყო, დიდი საფეხური იყო დაწყების კლასებიდან შემდეგ კლასამდე გადასასვლელი. ეს სკოლა დამეხმარა ქართულის უკეთ სწავლაში და ასე ვთქვათ, უფრო ქართველი გავხდი. სკოლაში გავიხარდი აკადემიურადაც და უფრო სოციალური ნაწილით, რადგან ბავშვთა კონტაქტიდან მასწავლებელთა კონტაქტიც დამეხმარა სოციალურ განვითარებაში, სოციალური უნარები განვითარებაში. სხვათა შორის, სკოლამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, იმ მხრივ, რომ გავიჩინე ძალიან ბევრი მეგობარი, მივიღე საკმარისი განათლება, ასე ვთქვათ, და ძალიან ბევრი კარგი მოგონება. ფიქრობ, სკოლაში ძალიან განვითარდი, ალბათ სკოლის წლები არის ბავშვობის ყველაზე მთავარი პერიოდი და სამ სკოლაში მოვიდოდი, ვიყავი უფრო ჩაკეტილი, თითქოს არ მიყვარდა საუბარი, არ ვიცოდი როგორ მესაუბრა მეგობრებთან, მაგრამ ახლა რომ მივდივარ, ყველაფერი შეიცვალა, ყველაფერი უფრო განსხვავებული არის, აი არ წარმომედგინა. არ ვიცი. ასეთი დავინდე, თავიდან. აუ, რა ხი? კაი მოიცან. და ოქნიო. გამარჯობა. მაიცარ. ვაღარ. ჯობა. აიო დაბალი სკამია რა, ფეხი-ფეხზე კარგად არ მაქვს გადადებული. არ ვიცი. კი, ჩამოაჭრეს მაგრამ. მომენატრება და არ წარა, მე სიმართლე რო ვთქვათ და cut. Bumper cloud for cliff. Bumper cloud.